კაცი რო გაცილებს ყველა დილას აღამოს რა ის უნდა შეგეშინდეს. არა მე ლაგუდინა თუ ბეტერათა თუ ნახაში. მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, დილა მშვიდობისა. სხვათა შორის რა დღეა, რაც ამ ფერმაზე სიარული დავიწყე და რაც ფერმერობას ხელი მოვკიდე, რა დღეა, რომელი რიცხვია და ასე შემდეგ. იგივე რაღაცები აღარ იმოშვები, ვეღარ ვგებულობ ამბებს, ხო და მე-11 ეპიზოდია ჩვენი დღეს. ქარი როგორც ხედავთ, ისევ არ ჩადგას, სხვათა შორის თუ ვინმეს გყავთ ქარების სამინისტროში ვინმე სთხოვეთ ან ზემოდან დააშვებინეთ შტატი ან რაღაცა გამონაკლისი რომ დაუშვათ ხალხი ვშრომობთ და ხო სანამ დიდი ნადირი ისვენებს აი ესე გამოეყურება ჩემი ხომალდი ფერმისკენ მიმავალ გზაზე ყველას კარგი დღე და წავედით რასაც შევძლებთ როგორც შევძლებთ მთავარია განწყობა და დუხი არ დავკარგოთ ყველაფერი კარგად იქნება რა ხდება რა უცნაური სანახაობაა მან ის პატარა ვირთხა ხო გამარჯობათ დილა მშვიდობისა ეს პატარა ვირთხა რა კაცია აუ შე პაწე რა ხმა გაქვს იმენა მოვდივარ გაჭმევთ, всё, მოვდივარ. ის პატარა რა კაცია. ჩამოვახციეთ როგორც იქნა. ის პატარას რა ჩხუბობს, შეათეთ ხო? ძალიან შეათეთ. აჰა. დავიღალე. კაი, გავიგე. მიტინგი მომიწყეს იმენა ჩვეულებრივად ამ დილას. ამათ ნახე რა უქნა ერთი ტროტუარი თუ არ გავუგეთო მანდ და მე ჰოპ დუდიქეცერეს გავუგეთებ ეგრევე. აი, მივხედოთ მაგათ და მე საკუთარ თავს მივხედოთ და მე დარჩენილი თხილი გამოვჭრათ და მე ის დიდებიც მოვჭრათ და რაღაცა იქნება. ჩვენი ყველგან მავალი ადგილზეა. ის პატარა ვერთხა გადმოვუშვი აქეთ რომ ბალახს ძოვს თავისთვის არც არაფერს არ აფუჭებს. ხანდახან თუ გამომხედავს ხოლმე რა შვებაო და ისინი იქეთ გულზეს კვდებიან შეგნით რომ იმას თავისუფლება აქვს. იმათაც კონდა თავისუფლება, მაგრამ კინახეს გაუხდეს თელებს. ასე რომ ბილის წერციური გუშინ ჩემო მეგობარმა შენიშნა მომცა სეკატორი არ გივარგაო. ამიტომ ახლა მასშტაბები გავზარდე. და ესეთი წამოვიღებ ნახოთ ეს როგორი მუშაობს. და იმედია მოწონებასაც დაიმსახურებს. ხო უცებ პატარა რევიუ რო გავაკეთო ამ იმის რაცა დიდი სეკატორის. მე ვფიქრობ აუცილებლად უნდა გქონდეთ ეს ბაღში. არა მარტო თხილებისთვის, არამედ აი დიდი ხეების გამოსასხლავად და გამოსაჭრელად. ძალიან პრაქტიკულია. ასეთი არ იყიდოთ იაფიანი. იაფიანში გულისხმობთ 15-10 ლარის ღირს, ეს სადღაც 50-დან 60 ლარამდე მერყეობს. და გეტყვით რატო? ის იაფიანი, მაგალითად აი ასეთ ტოტზე, აი ასეთზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია ვერ მოჭრის და თუ მოჭრის იმდენად რბილი რკინა აქვს, რომ ეგრევე იფრანგება. ამას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აი ესეთი ტოტებიც გამოჭრათ ამით. თუმცა აქვს ერთი მინუსი ნუ პლუსი კიდევ ის აქვს რომ ჩვეულებრივი პატარა სეკატორიდან განსხვავებით ხელზე კვაჩები არ ამოგივათ და რაღაცა ხელს არ გტკენს რადგანაც ორივე ხელს უწევს დატვირთვა და ისიც შორიდან და ამას დაგრძელებაც შესაძლებელია მაგრამ აქვს ერთი დიდი მინუსი მძიმეა რაც უფრო კარგი მეტალი აქვს მით უფრო მძიმეა შესაბამისად პრაქტიკაში ბევრი ტოტისთვის და ხშირად სამუშაოდ არ ვიცი რამდენად მოსახერხებელია იმიტომ რომ აი რამდენიმე ძირი რო გამოვჭარი უკვე ვატყობ ხელში რომ მძიმეა და დამღლელია. ამიტომ მე ვფიქრობ რომ უნდა გქონდეთ, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია მე რას როგორ და რანაირად მოიხმართ. ეგ უკვე თქვენი აბსოლუტურად თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა ჩემი აზრით ერთი ესეთი ყველას უნდა გქონდეს სოფელში
მით უმეტეს თუ ადამიანს ფერმა და მეურნეობა აქვს და ბაღები და ხეხილი და ასე შემდეგ. ვიღაცა იკითხავს, რომ ისეტოვებო, მე ის უნდა გამოჭრაო და რატო წვალობო ამეებსო, ამასო ცალკე რატო აცლიო და აქვე ვიტყვი. როდესაც დიდი დროშბით, ანუ ჩვეულებრივი დროშბით ამეებს ვჭრით, ესენი ისე ცუდად ხვდება, რომ ცეფს აძრობენ. იმდენად ხშირად ძრება ცეფი, რომ არ გიხის ცეფის მე დროშბის დაშლა აწყობათ, ჯობია მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ, მირჩევნია, რომ აი ესენი გამოვჭრა და მე უპრობლემოდ მოვაჭრა ესენი. ვიდრე ყოველი მეორე ძირის მერე ისე რა ქვია, გადამძვრალი ცეფი ვაბნიო თავიდან. ეგ არის და ეგ. საკლია 20 წუთი და გახედეთ აბა თხილის ბახსა გურიაში მასე ვლაპარაკობთ. რაც კაია. მაგრამ ქარი მაინც ნერვებს გვიშლის. ეხლა თითქმის შესვენება გამომიცხადებია. თავის ყავაწრუპიეთი და მერე აი ესეთი დიდი ხეები რაც მოვჭარეთ თხილის იმად დავაკუცმაცებ ცეცხლის დასანთება და დღეისთვის საკმარისია ვგონება. თუ რამე არ მოვიფიქრე ავანტიურისტული კიდე და თუ არ გამოვნახე საკუთარ ძალში ძალა რაღაცას მოფიქრება სულ შეიძლება. ქალბატონმა ციური მომიყვა წეღან მაგას კაი ინტუიცია აქვს, რომ წელს თხილსო ფასი ექნება. მაგრამ აქ იმდენად ცოტა გამოგდის, რომ ჩასაბარებლად აზრი არ აქვს, ისე თუ გავყიდით კეკალ. თუმცა მთაში გვაკიდე და იმას ჩავაბარებთ, მაგრამ რა აზრი აქვს? აქ ესენი გაგიტეხავენ. კეტყვიან 6-7 ლარიღისო, მაგრამ შენ თხილსო თუ გავტეხავთ და არ ივარგებსო, მოუწევსო 2 ლარი 40-იო და თვითონ ისე ამბარებენ სამაგრელოში, რომ იმათ არ უტეხავენ და ერთგვარი ერთი ადგილის თამაშია რა. ამიტომ მე მაგალითად მირჩევნია არ ჩავაბარო და მქონდეს ბოლო ხანდახან მოვხალავ და ჩემი ვეთხილს შევჭამ უსას უქოს და უწამლოს და ასე შემდეგ. ინც ვერ მოვისვენე ერთ ადგილას დავისვენებ თქო, მაგრამ ესაა ჩემი დასვენება. მე რამდენი დღეა ამ ჭიას ვაბანავებ, მაგრამ მაინც არ ვეშვები. რაღაცა შედეგამდე აუცილებლად უნდა მივიდეთ. ხომ ლამაზია ეს ჩემი თხილი, მაგრამ მე უფრო ალუჩა მინდა რომანტიკოსი ფერმერის პოეზიიდან. არაფერი გამოვიდა ჩვენი თევზაობიდან. არასფერი და არასფერი. ამიტომ ისე ვიმათ მივხედოთ და ხვალდილით ჩამოული. მაინტერესებს არხში ხარი ყლაპი ეგრეთ წოდებული წერი თუ შემოსული, თუ დავიჭირეთ გრილისთვის იქნება იდეალური, მაგრამ ეს ხარი იმედია ხვალ არ დაგხვდება. ტელეფონის ეკრანი ხელები მდგომარეობაში მაგ ვეღარ ცნობს და კოდის აგრება მიწევს. გახდა 6 საათი და წამოვედი.
წამოვედი და ერთია ძალიან დიდი განსხვავება, რაც მეტი დღედაში რომ აიმატებს დილასა და საღამოს შორის. ერთია დაიწყო დილას პოზიტიურად, ენერგიულად და ასე შემდეგ და მეორეა დაიტოვო საღამოსთვის ეგ ყველაფერი, როცა დაღლილობა, შიმშილი და ეგეთი რაღაცეები თავისას შვება, თუმცა სადღაც წამით რომ ახსენდება თქვენი უკვე მეგობრების, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანების კომენტარები, მათი თბილი სიტყვები, მათი სურვილი იმისა, რომ დასახულ მიზანს ერთად მივაღწიოთ, მომენტალურად გადამივლის ხოლმე და ისევ ისეთი შემართებით და განწყობით ვარ, როგორც თუნდაც დილით ვიყავი ხოლმე და ამიტომ თითოეულ თქვენთაგანს მადლობას გიხდით ამისთვის. ხშირად იმასაც ვფიქრობ, დავიმსახურე ეს ყველაფერი მე ხომ იდეაში ჩემს საქმეს და ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ. და დავიმსახურე ამდენი სიტყვა და სიყვარული და არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ იმედია ამის გავრცელებას და გამრავლებას შევძლებ სხვა ადამიანებში და ერთი მარცვალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ მოკვდეს პირდაპირ გაგებით იმისთვის, რომ უამრავი გახდეს და იმ ერთმა მარცვალმა სხვა ბევრი თესლი აღმოაცენოს და შესაბამისად ვეცდები, რომ ის თითქოს და სიყვარულიც თქვენგან მოდის, გავამრავლო და მეც სხვას ისეთივე ენერგია და სტიმული მივცე, როგორც თქვენ მაძლევთ. ყველა სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და ბუნებრივია დავბრუნდებით ხვალ ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და ახალი მონდომებით. მადლობა ყურადღებისთვის და არხის გამოწერას და გვავიწყდეს. შევხვდით რომ არ გაჩვენოთ არ გამოვა. ხო, რა იყო? აი მეორეც მოვიდა. მარტო პური მაქვს დარჩენილი, გაგინაწილებთ იმას. საათ ხარ რომ არ ჩანხარ? თუ მე არ ჩანვარ მანქანით რომ არ დავდივარ ხმას ვერც. მოდი გოგო, მოდი. ხო. ხო.